ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ პირველივე დღიდანვე ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადება. ბოიკოტი არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობს ყველაზე მეტად და ბოიკოტი არის მხოლოდ საჩუქარი ბიძინა ივანიშვილის ხელში. ჩვენ ეს საჩუქარი არ მივეცით ბიძინა ივანიშვილს ხელში და ვინც მისცა იმ ადამიანების მხრიდან ეს ბულინგი ჩვენს არაფერს არ ნიშნავს, ვინ განადგურდება და ვინ არ განადგურდება, ამას ქართველი ხალხი უკეთ გადაწყვეტს, ეს ნაციონალური რეჟიმის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. დღეს ნაციონალური მოძრაობის სპიკერები და ქართული ოცნების სპიკერები ერთ-ერთში საუბრობენ ზუსტად ერთი და იგივე სიტყვებით ჩვენზე და ზუსტად ერთი და იგივე ტერმინოლოგიით გადმოცემენ ტელევიზიებში ერთი და იგივე ნარატივს. ეხმარებიან ერთმანეთს ამ ნარატივის გაძლიერებაში და საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ნაციონალური მოძრაობის სპიკერებმა მოუწოდონ თავის ამ მომრჩეველს, რომელიც ვერ გადაარწმუნეს, რომ არჩევნებზე არ უნდა მოვიდნენ, შეიძლება საერთოდაც უთხრან, რომ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს აჟიოტაჟი, ისტერიკა და ეს არაადეკვატური ქმედებები, რომელიც გასულია ყველანაირი დემოკრატიული, კონსტიტუციური და განვითარებული სამყაროსკენ სწრაფვის ფარგლებიდან მხოლოდ და მხოლოდ მათზე მეტყველებს, ჩვენ არ ვექვემდებარებით არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს, ამიტომ მათ გადაწყვეტილებებზე იფიქრა.